მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან არის სახე Crazy Hands. დღეს მინდა დაგელაპარაკოთ ეგეთ თემაზე, როგორც დამწყები სპინინგისტი. ხალხი წერს, მეკითხება, ალექს, მაგალითად დამწყები ვარ და მაინტერესებს რა სპინინგი წავა, რომელი რანაირად ღირს თუ არა, მაგალითად ამძუის ყიდვა ან რაღაცა. მე ეგრევე გეტყვით, მე არ ვარ სპორტსმენი მეთევზე, თქვენს კარგად იცით, მაგრამ მინდა გითხრათ ის რაც მე ვიცი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩატში ყველაფერს ვერ აგიხსნით და ვერ გაჩვენებთ. ამიტომ გადავიღე ეგ ვიდეო კაკრასტანი იმისთვის რომ დაწვრილებით ამიხსნა ყველაფერი თქვენთვის. საერთოდ ჩემი სპინინგის ესე ვთქვათ introduction წავედი იქიდან რომ პირველად წინა წელს მაჩქეს სპინინგი ჩემო ძმაკაცებმა დაბადების დღეზე. იგი იყო ეგ სპინინგი Berkeley. მაგის ტესტი არის 2-დან 10 გრამამდე, ზომა კიდე არის 2 მეტრა 10 სანტიმეტრი. კი. ამას დამატებული მაჩქეს ეგეთი მიჩელის კოჭა. ამას კოჭას და სათვალებს დაძვრილებით ცოტა ხანში დაჩვენებთ. და როგორ გითხრათ, პირველად წავედი კურსზე, ალბათ ვიარე, ტყუილად, ალბათ 4-ჯერ, ანუ ვაფშე არაფერი არ მესმოდა, როგორ ანაირად, როგორ ჩააგდო, როგორ უნდა გამოვატარო. მაგრამ ძალიან მაინტერესებდა. მე მახსოვს, რომ ეგეთ ცნობილი სპორტსმენი მეთევზე, როგორც ლევანი თასაშვილი, მომწერა და მითხრა, რომ გილოსავ, მაგრამ იცოდი, რომ დიდი იმედი არ ქონდეს, პირველ რიგში, იმიტომ რომ კაი სათევზაო სპინინგის ადგილები შორს არის თბილისიდან, მეორე რიგში ამას დრო ჭირდება, ამიტომ რომ თუ ძმაო ვერაფერს ვერ დაიჭერ, ეგრევე გული დაგწყდეს და უბრალოდ მიაწექი ბოლომდე. ნუ მეც მივწერე, ოკეი, მადლობა და მართლაც ესე გამოვიდა, რომ მე როგორც გითხარი, ტყუილად ვიარე, 3-ჯერ 4-ჯერ და მე ნელ-ნელა დავამოყამე, როგორ უნდა გაატარო რაღაც, მაგრამ დღემდე არაფერი არ ვიცი. ეგრეთ შეიძლება ამ სპინინგს მომწონს, ცოტა რა თქმა უნდა არის დაზიანებული, მაგრამ დღემდე მუშაობ. მე გადავედი უკვე როცა დავიჭირე მუღამი ამ სხვა სპინინგზე. ამის ტესტი არის მეგობრებო, კასტინგის ჯოხია 3-დან 14 გრამამდე, ფირმა არის Shimano, ზომა არის 2 მეტრა. ნუ რა თქმა უნდა უფრო მსუბუქია, უფრო მგრძნობი არის და უფრო მომწონს, იმიტომ რომ უკვე დავინახე განსხვავება. ეგ რაც შეიძლება სპინინგებს და საერთოდ რაც შეიძლება ფასებს, მეგობრებო, სპინინგის ფასი იწყება ანუ ეგეთი. აი, რაც მე ვნახე და სადაც მე ვიყიდე და 100 ლარიდან და ზევით. კი, იაფი ნარგად არ არის. ეხლა მეგობრებო, რაც შეიძლება ჩემ კოჭას, ეგ არის ფრანგული ფირმა მიჩელი. მაგაზე მაქვს გაკეთებული ვიდეო რგოლი, ანუ აღწერა და ყველაფერი. უბრალოდ მინდა ეხლა დაწვრილებით გაჩვენოთ. მე ყოველთვის ყველაფერი დამაქვს პარკში, თავის ზავადსკოი პარკში, იმიტომ რომ არ მინდა რომ მალე გაფუჭდეს და ძალიან ბევრი ტალახი შევიდეს. მე მომწონს ეგ კოჭა. ნუ, აი დასაწყისისთვის ჯერჯერობით მყოფნის. ნუ პირველ რიგში, იმიტომ რომ ხშირად ეხლა ვერც გავდივარ და თუ გავდივარ იმაზე ვარიანტში ვიყავი, გორის ხარის არის და იმაში ტყუსტვაზე. აი ეგეთი კოჭა არის. როგორც ხედავთ, მაგრამ რაც შეიძლება წნულს, წნული არ მივარგა, ძალიან სქელი არის. ამიტომ თუ წნულს ყიდულობთ, ეგ უეჭველი უნდა იყოს 30 ლარი ზევით, როგორც მითხრეს. გამოცდილი ხალხმა მითხრა ეგა, იმიტომ რომ აი წნული არ ვარგაო და ჩაგდების დროს მეგობრებო ხშირად იმაშვება, იღლართება. ამიტომ გაითვალისწინეთ, წნული უფრო უნდა იყოს ხარისხიანი, აი Sunline-ის ფირმის არის კაი. აი სიმართლე გითხრათ, სატყუარები უფრო ძვირი დამიჯდა ვიდრე სპინინგი. იმიტომ რომ აი კაი სატყუარა ღირს ძალიან ძვირი. მე ვყიდულობ 2 ადგილას მაქვს ნაყინდის სატყუარები, სიმართლეს გეტყვით. რა თქმა უნდა, პირველი არის ეგ
მერაბისთან ეგ არის მეტეორის მაღაზია, ყველა მიცით და მეორე იყო სამი ნაყიდი ტრაბუკოს მაღაზიაში, მაგრამ მერაბასთან უფრო კაი ვარიანტებია, უფრო დიდი რაოდენობის სატყვარები აქვს და თვითონ კაცი ამის პროფია რა ამ ყველაფრის სპინინგის თემაზე და სატყვარების თემაზე. ამიტომ იყიდულო. ხო, რაც შეეხება თვითონ სატყვარებს, აი დიდი რაოდენობა არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაჩვენებს. აი მაგალითად, აი ბოლო ნაყიდი მაქვს, აი ცუიოკის კრენკი. ეგ არის, მე მგონი 5 გრამამდე ქაშაპზე, მაგრამ ჯერ ქაშაპი არ დამიჭერი ამით. ყველაზე მუშა და რომელიც უყვარს იმას ქარიყლაპიას, შუკას, აი ნახეთ ეგ სატყვარა, ეგ ორბიტის ის არის ანალოგია, როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი კრასკა აკლია საღებავი, ეგ არის იმის გამო, რომ შუკა ბევრჯერ დამჭირე ამაზე შუკა. ეგეთი 8 გრამიანია ეგა. ეგ კაი სატყვარაც არის რაპალას, ეგ ჩამომიტანეს და აი ეგ ქაშაფის არის, ეგ შუკასი არის, მაგრამ ამაზე შეიძლება ოკუნიც დაჯდეს. აი ეგეთი ორი სატყვარა მაქვს, იმედია კარგად ჩანს. რაც შეეხება თვითონ კიდე მნიშვნელოვანი მომენტი თვითონ პავადოგებს, მე გირჩევთ აი ეგეთი პატარა ტუბუსი იშოვოთ, სადაც თქვენი რკინის პავადოგები არ დაიღუნება და ყველაფერი იქნება აი ესე რა, ლამაზად და კოხტად. იმიტომ რომ თუ ესე ჩადებ, თუ ეჭველი დაიღუნება, მე უკვე გამომიცდია ჩემ თავზე. რაც შეეხება თვითონ ვერტულ ჟოკებს და რვიანებს, ყიდულობ აიამეებს, მე მგონი 2-3 ლარი ღირს, მე მყოფნის კაი ხანზე ეგეთი. რაც შეეხება იმეებს, აი ტრიალა, ეგ არის რუბლექსის, ეგაც ქაშაპზეა, ეგ არის შუკასი. ეგ არის აბუგარსიის კაი ვერსია, მაგრამ ამაზე ჯერ არ დამიჭერია რატომაც. აი არის ძალიან ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი ეგეთი მუშკა, უფრო fly fishing-ის თემა არის ან სადმე მთიან რეგიონებში იმეებზე, ჩქარ მდინარეებზე. კიდე მაქვს ეგეთი კრენკები, პატარა, დიდი, აი ეგეთი კოკეტკის ფირმის არის ქაშაპზე. 2.5 გრამიანი. რაც შეეხება ჯიგთავებს ბევრი არ მაქვს, აი რაც მაქვს, აი ეგ მაქვს. ზოგიერთი არის ნაჩუქარი, ზოგიერთი არის ნაპოვნი და მაგაზე ჯერ არ დამიჭერია. არც მომწონს ჯიგთევზაობა. კიდე მუშა ვერსია არის კუსბაზე. ეგ არის ტესუტა. აი ეგეთი. მაგაზე ქარიყლაპია კარგად იღებს. და სხვა Strike Pro. აი ეგეთი ვერსია არის პატარა, მაგაზე ოკუნის მოდის. კაი ვერსია არის და აი ეგეთი კასადაკი, ეგ კაი მუშა ვერსიაც არის. კბილისის. დარჩენილი შუკას მე. კაი ვერსია არის, ეგ მიყვარს მაგრად, ეგ არის პოპერი, რომელიც არის ზედაპირზე თამაშობს, ეგ არის უსამის პოპერი ეგეთი. აი ეგ მაჩუკა ერთი ბიჭი არის, ეგაც კარგად იჭერს, ქვია შაკო, მაგან მაჩუკა, პირველად რომ მივედი კუსბაზე, მახსოვს, მადლობა. ეგ არის ჩემი გაკეთებულია. ამაზე ერთხელ მქონდა დარტყმა, კოვზისგან არის გაკეთებული სატყვარა. კუსბაზე მქონდა ამაზე ერთხელ პაკლევკა. ეგაც კრენკია, ისევ და ისევ კრენკია, 6 გრამიანი. და პრინციპში ეგეთი პატარა ის მაქვს რა. დიდი რაოდენობის სატყვარები მე არ მაქვს. იმიტომ მინდა გავიმეორო, რომ იაფი ნაღდათ არ ღირს. მაგრამ გეტყვით ესე მეგობრებო, თუ მართლა გინდა დაიწყოთ აი სპინინგის თემა და სპინინგზე ითევზაოთ, რა თქმა უნდა, გირჩევთ ეგრევე იყიდოთ აი ძალიან ძვირიანი ნაღდათ არ გჭირდება, იმიტომ ვერ გაიგებთ განსხვავებას. იყიდეთ ეგეთი, რომელიც აი საშუალო იქნება, აი მაგალითად Berkeley ჩემნაირი სპინინგი
ან даже ის შიმანოც არის 100 ლარიანებიც იყიდეთ გასინჯეთ მოსინჯეთ ისწავლეთ ჩაგდება კოჭაც ძალიან ძვირიანი არ გჭირდებათ აი საშუალო იყიდეთ ყველაფერი გასინჯეთ მოსინჯეთ და თუ მართლა მოგეწონთ და წახვედით წინ უკვე თქვენ თვითონ გაიგებთ რომელი აღჭურვილობა მომავალში დაგჭირდებათ და ესე მეგობრებო იმედია რაღაცაში დაგეხმარეთ რაღაც საინტერესო გითხარით და მინდა გითხრათ რომ თქვენ იყავით უფრო აქტიური, იმიტომ რომ ეგ მაძლევს იმის мотиваციას, რომ თქვენთვის რაღაც ახალი მოვიფიქრო, ახალი გადავიღო და გაჩვენო. ამაზე მინდა დავამთავრე ვიდეო, მეგობრებო. მინდა გისურვოთ წარმატებები და ახალ შეხვედრამდე თევზაობაზე. კარგად მეგობრებო.